გაგახაროთ საკურნებელად სულისა და ხორცისა იყოს წმინდა ზიარება იმ დღეს მოვბრძანეთ და ეზიარეთ. დღევანდელ დღეს ეწოდება ზაქეს კვირა. ამ კვირა დღეს ეწოდება ზაქეს სახელი და სახარებაც სწორედ ზაქეს შესახებ მოვისმინეთ. ლუკა ახარებლის სახარებიდან მე-19 თავში არის ამაზე საუბარი, როდესაც მაცხოვარი იერიქონიდან გამობრძანდება და უამრავი ხალხი ახვევია მას ირგვლივ. ზაქე, რომელიც იყო მებაჟე, მეზვერე, ადის ლეღვის ხეზე და ცდილობს ვინაიდან ტანდაბალი იყო, რომ იქიდან დაინახოს უფალი იესო ქრისტე. და მაცხოვარი დაინახავს ამას და ეტყვის, რომ ზაქე, დღეს მე შენთან უნდა ვიყო და შენთან უნდა დავრჩე სახლში. ძალიან მნიშვნელოვანია ამ სახარების, ამ ეპიზოდის გააზრება. და ზოგადად თითოეულ კვირა დღეს ვიცით, რომ ეკლესიაში ყველას თავისი სახელი აქვს და აღნიშნოთ, რომ ეს არის ზაქეს კვირა. და ეკლესია უკვე იწყებს მზადებას დიდ მარხვისთვის, აღდგომის მარხვისთვის, რომელიც 23 თებერვალს იწყება. უკვე მომავალი კვირა არის მეზვერე და ფარისევლის კვირა. შემდეგ უძღებიშვილის კვირა, შემდეგ საშინელი სამგზავროს კვირა, ანუ ხორციელი, შემდეგ მიტევების კვირა, ყველიერი და დაიწყება დიდი და წმინდა მარხვა. მარხვის მნიშვნელობა თითოეულმა ადამიანმა ძალიან კარგად უნდა გაიაზროს, რომ ქრისტიანი მარხვის გარეშე არ არსებობს. ადამიანს, რომელსაც ქრისტიანი გონია თავი და მონათლულია და არ მარხულობს, ის უბრალოდ თავს იკვლევს, ვინაიდან მაცხოვარმა იმარხულა, ვიცით ჩვენ 40 დღის განმავლობაში ნათლისღების შემდეგ და ეშმაკი როგორ განცდიდა მას. და ამით გვაჩვენა მარხვის მნიშვნელობა. და მეორე, როდესაც თვარეული ადამიანი განიკურნა, რომელიც მოციქულებმაც კი ვერ განკურნეს, რა უთხრა იქ მოციქულებს, რომ ბოროტი ძალები განიდევნება ლოცვითა და მარხვით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქრისტიანი აცნობიერებდეს მარხვის მნიშვნელობას და ამპარტავნულად არ ეკიდებოდეს ამ ყველაფერს, თითქოს მას მარხვა არ ჭირდება. ასე რომ დღევანდელი დღე ზაქეს კვირა არის ერთგვარი წინკარი მოსამზადებელი პერიოდისა, რომელსაც დიდ მარხვა ეწოდება. ის 4 კვირა, რომელიც ქრისტიანებს ჭირდება, რომ მოემზადონ მარხვისათვის. აი დღევანდელი დღე რატომ არის წინკარი ამ ყველაფრისა? რადგან დღევანდელი დღე გვაჩვენებს სურვილს. მოგეხსენებათ ეს მეზვერეები, მებაჟეები ძალიან ცუდი რეპუტაციით სარგებლობდნენ საზოგადოებაში. ეზიზღებოდა, შეიძლება ვთქვა, ეს ადამიანები მთელს იმდროინდელ ისრაელის მოსახლეობას, რადგან იმ დროს მათი ქვეყანა დაპყრობილი იყო რომის იმპერიის მიერ და ეს მათი მოძმეები, მათი სისხლი და ხორცი რომის იმპერიის მსახურებაში იყვნენ. მათ გადასახადებს კრებდნენ, არა მარტო მათ გადასახადებს, თვითონ უმატებდნენ თავიანთ ძმებს და დებს მოსახლეობას ამ გადასახადებს და დირდებოდნენ. და აი სწორედ ზაქე იყო ამ მეზვერეების თავარი. ანუ ძალიან დიდი თანამდებობა ჰქონდა ამ ადამიანს და ძალიან დიდი ფული და შესაძლებლობა. გავლენიანი ადამიანი იყო, შეიძლება ასე ითქვას და გასაკეთებს ეს ტანდაბალი მორჩილ ადამიანი, რომ ლეღვის ხეზე ადის და იქიდან ცდილობს, რომ უფალი დაინახოს და აი ამაში წმინდა მამები ხედავენ მის თავმდაბლობას და მის სურვილს, რომ არ არის კმაყოფილი რაღაც ზაქე, მას რაღაცა სხვა უნდა. და ეს არის სურვილი, რომ უფალი დაინახოს და აი ჩვენც თუკი ადამიანს სურვილი გაუჩნდება, რომ უფალი იხილოს, ამ ხილვაში არ იგულისხმება ესე ხორციელი და ხილვა, რომ უფალს მიუახლოვდეს. აი სწორედ როგორც მაცხოვარი იქცევა შემდეგ, რომ მის სახლში მივა, ჩვენ თუ სურვილს გამოვთქვამთ, უფალი ჩვენში მოვა და დაემკვიდრება. და რა ხდება შემდეგ? მაცხოვარი მიდის მასთან სახლში და ზაქე მთლიანად იცვლება, მისი ცნობიერება მთლიანად იცვლება.
ეს ადამიანი ასეთ სიტყვებს ამბობს, რომ თუ კი ვინმესთვის რაიმე წამირთმევია, ოთხმაგად დაუბრუნებ მას ამ ყველაფერს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აი ესე როდესაც ადამიანი უფალი ადამიანს ეხება, ადამიანი სრულად იცვლება და ეს ადამიანს, რომელიც ესეთი საძულველი იყო, აი ესე შეიცვალა. და ამ დროს რა ხდება მეორე მხარეს ეს ფარისევლები და ესე ჭალებში მორწმუნე ადამიანები უფალი იესო ქრისტეს განიკითხავენ, რომ ცოდვილი ადამიანის სახში შევიდა სერობისათვის უფალი. და ამაზე პასუხს თავად უფალი იძლევა წმინდა წერილში, რომ მე ცოდვილების გამოსახსნელად და სამკურნალოდ მოვედი. და სწორედ თუ კი დავინახავთ, რომ ეკლესია ძალიან ცოდვილი ადამიანის გვერდით დგება და ცდილობს მის გამოსწორებას, კი არ უნდა განვიკითხოთ, უნდა ვიხაროდეს, რომ ეკლესიას ის ერთი დაკარგული ცხვარიც კი ეკლესიისთვის ძალიან ძვირფასია და მის მოქცევაზე და მის ცათასასუფეველში მოხვედრაზე ზრუნავს. ასე რომ დღევანდელი დღე არის სიმდაბლის დღე, ეს არის სულიერი ფერისცვალების დღე, როგორც შეიცვალა ეს ბოროტმოქმედი ზაქე იმ ერთ დღეს, ჩვენც არანაკლები ვართ ღვთის წინაშე, როგორც ბოროტმოქმედები და ჩვენც უნდა შევიცვალოთ. და ჩვენს სულიერ ცვლილებებს ჭირდება საუფლო წესების ცხოვრება, რაც არის მარხვის დაცვა, ლოცვა, აღსარება, ზიარება, კვირადღის წირვაზე დასწრება კვირა დღეს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჯერ კიდევ ძველი აღთქმის დროს, როდესაც ათინცნება მოგვეცა, მაშინ გითხრა უფალმა, რომ 6 დღე იქ მოდე და მეშვიდე დღე წმინდა ყავ. არ შეიძლება ქრისტიანი კვირა დღეს წირვას აცდენდეს და არ ცდილობდეს, რომ ეზიაროს. ასე რომ უფლის წყალობით, წმინდანების ლოცვით უფალმა ინებოს, რომ ჩვენში მოხდეს ეს სულიერი ფერისცვალება, რომელიც არის უძულთა მკურნალი და ნაკურნალთა აღმავსებელი და მერთმა ინებოს, რომ მოვემზადოთ წმინდა მარხვისთვის ისე და ვიმარხულოთ ისე, როგორც უფალს ესათნოება და ჩვენი სულისთვის იქნება სასარგებლო. მერთმა დააგლოცოთ და ღმერთმა გაგახაროთ. ჩვენთან არც ღმერთს.